საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრებმა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემებით ტესტირება გაიარეს. გუნდის წევრების მდგომარეობა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის გუნდმა ხელბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით დაგეგმა და 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ემსახურება. მიზანი კონტინენტის პირველობამდე ნაკრების წევრების მზადყოფნის მაქსიმალურად ობიექტური შეფასებაა, რაც მწვრთნელებს საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით ევრო 2026-ის მატჩებს შვედეთის ქალაქ მალმეორში 17, 19 და 21 დეკემბერს გამართავს. ეს შემოწმება ჩვენთვის ძალიან კარგი რაღაც არის, იმიტომ რომ როდესაც ფორმაში ხარ და აკონტროლებ შენს ფორმას და იცი მონაცემები, ეს უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებს, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით ყველა სპორტსმენისთვის საინტერესოა თუ იცოდეს რა დონეზე იმყოფება იმ მომენტისთვის და ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მომენტი არის, რომ ევროპის ტურნირის წინ ჩვენ ვიცოდეთ თუ რა დონეზე ვიმყოფებით და უკვე ამის შემდეგ უფრო თავდაჯერებულები და გვეცოდინება რამდენად მეტი შეგვიძლია როგორც გუნდს რომ ჩავიდეთ და ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგინოთ საქართველოს. ეს ყველაფერი შეძენილია სპორტის სამინისტროს მიერ სპორტული მედიცინის ასოციაციისთვის და მისი პირველი ყველაზე მთავარი დანიშნულება არის გავიგოთ სპორტსმენი რა მდგომარეობაში არის, მისი ფიზიკური მონაცემები, კუნთობრივი და ასე შემდეგ. დღეს შემოწმების ბოლო ეტაპია საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებისთვის, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან.